ეხარი იშხიზვარა. რაც ცუდი არ ვიცი რომ ყველაზე ცუდი ეპიზოდი წერდა მაინც აგრძელებს ჩაწერა. ნაკლად ხო? ავარია. ცოტა მოუწოდე. სკესი არ შეიცვალო ნიკოლოს. სადაკოცა მე მაინდა. ტრაკზე ალბათ. ტრაკზე. კიმ სიმხელა ტრაკი აქვს, სადაც მაგან ვერ კოცნი. რო გადაკოცნო ტრაკზე გიხდება. მაგან ვერ კოცნი. მაგარინაშა და მაგრაში მოგწიწნოს თვალი ჩაისი შემოგწიწნო. ოთხი თუ გაბრაზებული. ანუ რამდენი საათი გაბრაზებული ვიცინე თუ გაბრაზებული. არ მოხსნებოდა. იგი წავდა სხვა. მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-15 ეპიზოდი, თქვენს წინაშე კი ტრადიციულად არიან კვიტო, ირაკლი კვიტაშვილი, თეიმურაზ ჩაბუკიანი, უსპეტაკესი სახით ქალთა და კაცთა ბედნიერება და მე უბრალოდ ნიკოლოზი. თემურ როგორ ახარ თემური? ამიშეს. მოიწინა. რაკაი სახი გაქვს, ჭკვიალები გაქვს. კაი, ყურადღება არ მიაქცევს, პატარა ბავშვი არის. გაიბუტა. მერე მოვახარ. თემური გაგვებუტა, კეპი დარჩა მანქანაში და ამიტომ გაიბუტა. და არავინ არ მომიტანა ის კეპი. ხო, მოკლედ რა, მე-15-ზე ვარ. მე-15 ეპიზოდია, 1000 გამომწვევს უახლოვდებით. ძალიან ცოტა დარჩა. ძალიან. და ძალიან კაია, ეს გამოგვიწერეთ, ვისაც არ ყავთ, ეს არხი გამოწერე, ვისაც არ გაქვთ. თან ლაიქიც მიარტყით, მართლა რა უნდა თქვენი რა მიდის. არაფერი, შექმენით კიდე რაღაც აკაუნტები, იმითიც მოიწერეთ. და ეპიზოდი რო დაიდება, სხვადასხვა ბრაუზერში გახსენით და ერთდროულად სხვადასხვა დივაისებზე გავუშვით. ერთდროულად უყურეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არაფერი შეშე. როგორი მარტივია. ეს სულ ეგრე აკეთებს ხოლმე. მთელი თავის ოფისი ჩართულია. კი, სხვადასხვა ბრაუზერებში რა. ხო. ბრაუზერზე გამახსენდა. რაბა? 10 ოქტომბერს იცი სად მივიდა? მე 1000-ზე გამახსენდა. 1000-ზე მე ბრაუზერზე. 1000 ბრაუზერზე. ასეც არა. ამას საროჭკაზე გამახსენდა. კეპზე. სევდა შენ სევდა ხო შენი ნაწილია. აღარ არის. მე ღერძი განაგდე. ღერძი გაქვს. ცირა მოვიკითხოთ აქედან. ცირა არის ჩვენი ძალიან ერთგული მაყურებელი, რომელიც გვიყურებს ელისოც მოვიკითხოთ, მაგრამ ცირას ვიცნობ. ცირას და ელისოს ხურვალე მოკითხვა. ძალიან გვიხარია თქვენი თითოეული დატოვებული კომენტარი. ცირას და ელისოს მეგობრები უძღვნიან შემდეგ სიმღერას. ელისო, შენი გული ჩემთვის მღერისო. ელისო, კვიტოს შეგიძლია პირადშიც მიწერო, არ არის პრობლემა. გამონაცდება ჩემი პირადი პოსტა. შენი პირადი ამოწევა. როგორი პირადი გაქვს? ხო და 10 ოქტომბერს იცი სად მივდივართ? ვიცი რა თქმა უნდა. ჩვენ მივდივართ 10 ოქტომბერს ხინკლის დაბადების დღეზე, რომელიც გაიმართება ხელები როცა დაბნეული. რომელიც გაიმართება 10 ოქტომბერს. ხელები მაგ ძალიან დაბნეული. 10 ოქტომბერს გაიმართება ხინკლის დაბადების დაბადია. ეს დაიწყე ხელებით მომზადება პოლიტიკაში წასვლა. ხო, პოლიტიკაში დავპირდით. პოლიტიკოსები ცოტა დარჩა 100.000-ამდე. კი. 99040. მეტი არა. 99.40 ხო. რაღა დარჩა შეს? არაფერი. დღეში გვემატება რამე 40.000 ხო გვემატება დღეში. კი. 40.000 დედის გინებობა. გადაცემის მერე. TikTok-ზე. ჩვენი ერთგული TikTok მაგინებლები. მოდი ეს 10 ოქტომბრის ივენთი ცოტა მერე გავაჟღეროთ. არა, დავიწყეთ. რატომ დავიწყეთ? რატომ დავაწვალოთ? შენ თუ გინდა მერე თქვი. ჩვენ ახლა თქვენ ახლა დაიწყეთ და მე მოკლედ მეგობრებო, ესეთი პაბ რესტორანი არსებობს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგან იცით. ალბათ ყველა იცით. საჭაშნიკე, თბილისში მისამართ შეგნებულად არ გეუბნებით, იმიტომ არ მოხვიდეთ. ხო, გვინდა რომ ხინკლის დაბადების დღეზე ცოტანი ვიყოთ, ისე ვიწრო წრე ჩვენ და თემური, რომ მეტი ხინკალი შეგვხდეს, იმიტომ რომ მართლა არ მინდა ისე გამომივიდეს რაღაც რეკლამად, მაგრამ მართლა ძალიან თესლი ხინკალი. ერთი სული მაგ როდის მოვა 10 ოქტომბერი, მანამდე მსხვენია მისვლა. ხო, მოკლედ ხინკლის დაბადების დღე და ჩვენც დაპატიჟებულები და გარდა მაგისა, რომ დაბადების დღეს აღნიშნავენ საჭაშნიკე 1969. ხო, საჭაშნიკე 1969-ში ჩვენ ვიქნებით, ანუ იქ ჩავწერთ ეპიზოდს. სადაც გვეყოლება ძალიან ბევრი ცნობილი სტუმარი. თქვენთვის საყვარელი, საინტერესო და საყვარელი სტუმრები გვეყოლებიან. ჩავწერთ და ეხა ეს ეპიზოდი რო დაიდება, შემდეგ სამშაბათს იქნება საჭაშნიკედან გადაღებული დაბადების დღის ეპიზოდი. ძალიან საინტერესო და ისეთი მხიარული მრავალფეროვანი ეპიზოდი გვექნება. ჯერ ჩვენც არ ვიცით რა მოხდება იქ. ხინკლის წვენში ვიზხდებით, ჩვენ სამნი და სტუმრები ფეხზე იდგებიან, ზემოდან დაგხედავ. საჩუქარი უნდა მივიტანოთ ჩვენ. ხინკალთან. ხინკალს ხო უნდა ვაჩუქოთ რა. მოდი ხინკალი დაულოცოთ აქ სანამ დაბადების დღე მოვა. ფანტასტიკური იდეაა, ჩემო ნიკოლოზ. რა ეს რაღაც თვასყავთ. ხო, ჩვენი ახალი სპონსორი ყავს. ამ საჭაშნიკეს ისტორიაც 5 ლიტრიანი პლასმასის კანისტრები არის ჩვენი სპონსორი ამ გადაცემის. თბილისში შენ გააგზავნე. მოიცა სპონსორზე ბაზრობ შეჩემა რა დროს ის არის სამბაზო. არა, ანუ სპონსორს თული გქონდა ამაში აღებული. შეგებებას უხარებული. შეჭეთი გახდა. აი ამაში მაგაღებული. აი ესეთ ორიგინალურ ხუთიანებს აწარმოებს
კომპანია ვაჟაფშაველას 11-ში. ვაჟაფშაველას 11-ში მდებარეობს ეს კომპანია. ესე ხამონათდება. ესე ტიპი დაგხვდებათ რომ მიხვალთ, მაგით იცნობთ რომ მან დიყიდება სარდაფში. არ ბაზრდება, ანუ ისე. კახას ბოთლები. შპს კახას ბოთლები. კახა და ბოთლები აწერია გარედან. ეხა გადააკეთა და რებრენდინგი გააკეთა. ახლა ბავშვები გადაარკვეს ეხა. ხო, მოკლედ, კაი ეპიზოდი გველოდება წინ და მე ერთ სული მაგ როდის მოვა 10 ოქტომბერი. აუ, ხო და ცოტა ნერვიულობ. მეც ნერვიულობ, მაგრამ ხო იცი ჩვენ როგორც ვართ, 5 წუთი ნერვიულობ და მე შინაურდებით ეგრევე მარასში გადავდივართ. ზაღლებივით. მოდი საქმეზეც გადავიდეთ, სანამ მარასში გასაკეთებელი ნიკოლოს. ხალხს ნიუსები და ობიახლები აინტერესებს. რები? მოგეახლებით. მარას საშინელი მოგვიგდა. ნუ ჩავა. გადავიდეთ. ეს ცოტა უნდა ჩავიკლა. არ შოვდი, მაგრამ ისე ვიმღერეთ, რომ ჯობია დალიო. ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელი სხვათა შორის ქალთა და კაცთა ბედნიერება, ქორეოგრაფორი. და ქორეოგრაფიც გვეუბნება, რომ კიდე ბევრი მუსიკალური ნომერი გვექნება, ამზადებს, ჯერ როგორც ეროვნულ რუბრიკაზე მუშაობს ხოლმე, ისე მუშაობს და სადგურის მოედანზე გვექნება პირველ პრემიერა. კი. აი, პუტანკები რო დგანან. პუტანკები მან აღარდგან. სად გადავიდე? ეს მისვლა მინდა. ერთხელ მივედი და არ დავუწყე. ბიჭები მივედით. ავიჩით. კაი, გადავიდეთ. ხალხს აინტერესებს. ვიცი რომ ეს გიჟურა ჭრეს. ხო. მაგრამ ჯუდ ბელინგემი შემიყვარდა. აცხადებს კიმ კარდაშიანი. ყვითელ პრესაზე გადავედით ამხელა კი, ხალხი. პირდაპირ. რა სირობით გახსენეთ ჩვენი დიდებული ობიახლე. ანამდე ხო გასაოცარი, მაგრამ ისე არ იყო არა, ბიჭო ობიახლე. არა, ბომონდი აინტერესებს. ძალიან საინტერესო ობიახლეა ხო. ყვითელი პრესაც საზოგადოებას. ჩვენ ვზრდით თაობას იდეაში. მიმოსახიველია. თან დავიწყოთ უფრო ლაითი ინფორმაციებით და მე ცოტა დავართულ გავაძიმ. რა ცუდი თარგმანი, აი, ხო შანსი არაა რომ რომელი გოდაა? მაიც არა გეხოცებ ჩვენ წელა იქნება ცოტა დიდი. აი, ხო შანსი არაა რომ ესე ეთქვა. იმ დღიდან რაც ჯუდ ბელინგემმა მაკოცა, ჩემს თავს აღარ გავარ. ბიჭო, ეს არის კრისტალ სპორტისგან აღებული კარდი. ხო, მე? დარწმუნებული ვარ, გადამოწმებული ექნება. ანუ, ჩემს თავს აღარ გავარ ესე იყო არა, და თვითონ ტექსტზე და თარგმანზე ბაზრობს. არა, პირდაპირ სიტყვასიტყვით თარგმანი ალბათ არ იქნება რა, ესე. ჩემს თავს დევიდ აღარ ბეკჰემის გავარ. ინტერვიუ რო იყო, გახსოვთ გართულებული? იგი წავიდა სხვა. დევიდ ბეკჰემი. დევიდ ბეკჰემმა შოთარუს თავი შეჩერა. პირკატა მეცა ეგრო ეთქვა. გარდაშიგას ეგეთი რაღაცა. კაი, ჩვენ რაც არ უნდა სადომაზე ფიქს ვერ წყვეთ. ის ყველაფერში კარგია. კარდაშიანს და ეს ვერ იგო. სადაკოცა მე მაინტერესებს. ტრაკზე ალბათ, კიმ სიმხელა ტრაკი აქვს, სადაც მაგან ვერ კოცნი. რო გადაკოცნო ტრაკზე გიხდება. მაგან ვერ კოცნი. ტრაკი კაია, დუნდულაკებია. ჩემი სულის მეწყვილია და მისკენ მივილტვი. მინდა რომ ეს ობიახლი დავიწყებას მივცე, ამიტომ ჩავრეცხოთ ტვინიდან. მოდი ყველა დავიწყებულ ობიახლს გავუმარჯოს. გაუმარჯოს. ამ ობიახლის. ამ ღვინის დამწურავ. კაც ისე მაგაჭორს ასაკში რამდენია? ცოტა გავჭორო. მოგვიტანა. გავჭორო, ცოტა მოდი გავჭორ. არ გადავიდე. მე მინდა ღვინის დამწურავი დაულოცო. ვინ მოგიტანა? და ვინც ჩვენამდე მოიტანა? ვინ მოიტანა? ბატონმა გიორგიმ, ჩემმა სიმამრომ, არაჩვეულებრივ ადამიანმა. ესე მადლობა ბატონო გიორგი. მადლობა ბატონო. ახალ ბინაში გადმოსვლა, ესეთი დიდებული ღვინით. ფანტასტიკო. შენ ბინას დავუცოთ. შენ ბინას დავუცოთ. 12 საათრიძე ხა მივაყარა და გადავიდა ჩემს. არა, იყოს ეს იყო. მინუს. შენ ახალ სახს და შენ ახალ ხო, მეგობრებო. დაუბრუნდით იქ საიდანაც დავიწყეთ, იქ დაუბრუნდით. ჩემს სახლიდან დავიწყეთ. ხო, სხვა ლოკაციაზე გადავიდეთ. და კედლების ფერი შევცვალეთ. თავარია. ცოტა მოუცვალეთ. სკესი არ შეიცვალო ნიკოლოზ. დიდებული. აღარ გავჭოროთ კარდაშიანი. არა, მე არ თუ მინდა გავჭოროთ ეს. იმით თქვი რაღაცით მაგინდოდა. არა, რა რამდენი არის მაგას შორის ასაკში სხვა. 22 წელი წერია. 22 წელი. ფაქტიურად შვილად ეკუთვნის. ფაქტიურად კი. მაგრამ უყვარს. მილფი. მილფ. ბიჭო ისე დაამუღამე რომ ეხა ჩვენ მილფები ვართ ვიღაცებისთვის? დილფები ვართ. დილფები რო ვართ დაამუღამე? ხო, მაგრამ მე შვილი არ მყავს. შენ ხარ უკვე დილფი. ხო. არც ის არ არის დილფი. ეს დიქია. ბოდიში დემო. ჩაჭდაზე და გაუვლის. არა შეჩემ. არა, იყო შეურაცხყოფები, შეურაცხყოფები მივაყენოთ სულ ეფერებით და რაღაც. ხო, რა არის მართლა, ის ცოტა ბრუტალურად, აბა რა. ხო რა. დავай გადაჭ შენ. მივუსკეთ. ყველაზე ხანდაზმული კატა. წინა ობიახლებში ყავდა 31 წლის წავ. რომელიც ცოცხალია, აღნიშნეს დაბადების დღე. ყველაზე მხცოვანი თუ მოხუცებული კატა, რომელიც გარდაიცვალა სამწუხაროდ 38 წელს და 3 დღის იყო.
38 წელი და 3 დღე იცოცხლა. ამის არის რეკორდი რა, შინაური ცხოველების. ეხლა ალბათ თუ კატისთვის 38 წელი გაცილებით უფრო ისეთი ჩვეულებრივი და არაგასაკვირი ამბავია, ვიდრე ზაღლისთვის 31 წელი. ჯერ მივახციოთ 38 წლამდე და მე იქიდან ვილაპარაკოთ კატამ როგორ მიაღწია. შენ რა გაგიკლია? მე არც არაფერი 3 წელი. არც კი. 2 წელი ნახევარი. 2 წელიწად და 2-ით. აი ხო, შენ რამდენი გიქრია 3 ხომ და 8. თავსთან ამ კატის ისტორიამ დამასევდიან რატომ? ინა ცოტა სევდაში წავიდეთ. მე ღერძი სევდაში და ცოტა ხო სევდის ღერძია. არა, ღერძი, სევდიანი ღერძი. სევდიანი ღერძი. მე ვარ სევდიანი ღერძი, ეს უკვე მომეწონა. სევდიანი ღერძი მომეწონა. ჩვენ ესეთ ან დაუთრებით, სადაც მე ვქრესია ხეზე. იმაზე გადაახვიე. მოდი ფიფო ვიდამში. კაცი მიწვია, ცოტა გადავარდები. მორფინისტებს რო გვეძახია, ეგეც გადაობა. კი, მაგაზე თუ გინდა ვიმსჯელოთ. ობიახლები თუ გავიყვანეთ ბოლოში, მე ყველაფერს გადავიდეთ. მეცნიერებმა ასეთი კვლევა ჩაატარეს, მოკლედ 1000 ადამიანი მონაწილეობდა კვლევაში და ამ კვლევის საფუძველზე დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც შავ ყავას მიირთმევენ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი ფსიქოპათიისკენ რა. ბიჭო, იცი რა? 1000 ადამიანზე ჩატარდა ეს კვლევა, სხვადასხვა რაღაცებით აგემოვნებინეს და მე ტესტები რო შეავსეს, აღმოაჩინეს, რომ წარე გემოსადმი სიყვარული ხშირად ასოცირდება აგრესიასთან და ფსიქოპათიურ მახასიათებლებთან. წარე თუ ცხარე? წარე ცხარე. ანუ მე ცხარები ძალიან მიყვარს. ანუ ფსიქოპათიოა? მოდი, შეიძლება ნიშნები გქონდეს. მართლა სერიოზული კითხვა მაქვს, ფსიქოპათს და სოციოპათს შორის რა განსხვავებაა? ეს სტუდიური პასუხი რო არ მოგახსენოთ, იცით მაგის განსხვავება, მაგათ. არა, ზუსტად არ ვიცი. რა განსხვავება? სოციოპათი არის, მე როგორც ვიცი, ფსიქოპათი უფრო ალბათ მოქმედებებით გამოხატული ტიპია აი, იმ რაღაცა. ხა ჩაჯიბით, სოციოპათი. ხშირად ერთმანეთს ხო, აყარებენ. აკრიან, რადგან ორივე მოიცავს ანტიკური საზოგადოებრივი ქცევის პათოლოგიას, ანუ ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას. მაგრამ მათ შორის რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები ქცევასა და მოტივაციაში. აი რა არის აბა განსხვავება. ემოციური აღქმა და თანაგრძნობა განსხვავდება, ქცევის სტილი განსხვავდება, სოციალური ურთიერთობები, მოტივაცია და გეგმა წარმოშობა. ანუ მთლიანად უნდა წავიკითხო, რომ ხო, მეზარება რა მოკლედ განსხვავდება. აი, ვიცი რომ განსხვავდება და რა განსხვავებაა თქო. მოკლედ, ფსიქოპათი უდრის გამართული, ცივი, გათვლილი, ემოციურად კილერივით დაცლილი პიროვნება. რომელსაც შეუძლია რაღაცა რუტინული უემოციოდ რაღაცები აკეთოს. ქმედებები გათვალოს წინასწარ, ხო? სოციოპათი არის ადამიანის კვლევობა, ხო? და დეტალურად არც ინერვი დარდოს და ემოციურად გათშული. ხო, ემპათია არა. არა, და სოციოპათი არის ემოციურად უფრო ცოცხალი, იმპულსური და დაუმორჩილებელი. გასაგებია. ანუ მე უფრო სოციოპათი ვარ, ვიდრე ფსიქოპათი, იმიტომ რომ ბუკაც უფრო სოციოპათი ემპათიური ხარ. მეც ალბათ სოციოპათი გამოვდივარ რა. ხო, ბუკაც სოციოპათია. ხო, ბუკაც ჭიქა სოციოპათი. არა პლასმასი ის? არა. მინდა რომ დაგეჭო? არა, დავაგაკო. დაღეჭო. ხო, კაი, და გასაგებია. მოკლედ მეგობრებო, კაპუჩინოზე გადადით რა. რო საქართველოს რა მეეშველოს რა. თორე ამდენი კაპუჩინო რძიანია, ხო? ხო, ამდენი ფსიქოპათი და სოციოპათი უკვე რთულდება ირაკლი. თალიბანმა ავღანეთში ინტერნეტი გათიშა. თალიბანი ისევ აგრძელებს თავის პროგრესს. დიდებულად მოქმედებს თალიბანი. მინდა რომ შვილები გადავიდე და იქ აღზარდო რა. რატო გათიშა? რაღაც ალტერნატიულ რაღაცებს დაპირდა. რაღაცებს წერია მაგრამ. ისლამისტურმა მოძრაობა თალიბანმა, რომელიც მისი აზრით ამორალურ მოვლენებს ებრძვის, ქვეყნის ოპტიკურ ბოჭკვანი ინტერნეტი გათიშა. დეტალების დამკვირვებლების გარეშე განაცხადა, რომ ინტერნეტის ალტერნატიულ არხებს შექმნეს. ხო. 2021 წლიდან ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ თალიბანმა დაიწყეს შარიათის ნორმების დანერგვა იმ სახით, როგორც ეს მათ ესმით. ბოლო ხანს მიღებული ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში აიკრძალა ქალების მიერ დაწერილი წიგნების შესწავლა. ქალებს რატო? ეგ უნდა მეკითხა, რატო ებრძვიან ეს? შენ ხო ცხოვრობდი ცოტა ხანს, შენ თალიბანი ხო იყავი ცოტა ხანს? ავღანეთში იცი რა იქნება? ძალიან მაგარი ხუმრობის გარეშე ვიძახ. ბექა ყორშიას მოყვანა, იმიტომ რომ არის არაბისტი რა და მაგან ძალიან კარგად იცის ამათი ენაც. ამათი კულტურაც მან სწავლობდა. წარმოიდგინე რა სტრანი ტიპია და რა გადაწყვეტილება მიიღო სტუდენტობის პერიოდში, გადაწყვიტა რომ არ მახსოვს რომელი, მე მგონი საუდის არაბეთში ჩააბარა არაბისტი, არ ვიცი რა ქვია მაგ იმას რა. აღმოსავლეთმცოდნეობაზე. არა, იმენა არაბისტი. ეს ესე ქვია რა მაგის პროფესიას. და მაგარი იქნება მაგასთან გადაცემის ჩაწერა. ეს ყველაფერს დეტალებში მოგვიყვებოდა, იმიტომ რომ
იმათ პრესას, იმათ ენაზე ეცნობა, წარმოიდგინე, რა იშვიათი გამონაკლისია საქართველოში ხა არაბული რამდენს ეცნობა? ქალებს ცოტასთან. ალბათ 30 კაცს. ქალებს 30 ნახევარზე მეც არ ეცოდინე. მან ძალიან მასიურად ჩაგრავენ, მაგრამ ისე ზოგადად ჩაგურის მიზეზი არის გამდები. ვიცი. ეგეთი წინაპირ ფორმით არა, ჰქონდა ნიუსი, რომ ირანში ქალის ანუ ნამღერი AI-ის აიგზალა. ქალის ხმით ნამღერი აიგზალა, რომელიც ასე ვქო გართობას და რაღაცა უკავშირდებოდა, ხო. ამათა საერთოდ ინტერნეტი გათიშეს. ვაფშე ყველაფერი გათიშეს. გამოასწრო. ეხლა მსჯელობენ სინათლის ხوارდება. ჩვენთან რომ ინტერნეტი გაითიშოს, პიზდეცი იქნება შეჩემა. არ გახსოვს რაღაც პერიოდი, რამდენი ხანი იყო? 40 საათი, 20 საათი. ძალიან ცოტა ხანს იყო. არა, არა. ხო, სოციალურ ქსელებში ვერ შედიოდი. Instagram-ი და Facebook და YouTube. პანიკა იყო შეჩემა. YouTube-ით გათიშული იყო. ხო. ეგ ერთი. YouTube და Google იყო გათიშული. ეხლა ხანს ერთი 20 წუთი იყო. მანამდე არ მახსოვს. ერთი რამდენიმე ბევრი აი უკვე ეხლა ხანს რო იყო გათიშული ეგეც არ მახსოვს. ხალხს პანიკა დაემართა. ეხლა ბოლო წვეთი ნეპალში ხო იყო სოციალურ ქსელების აქ აკრძალეს ბოლო წვეთი იყო სოციალურ ქსელებში. ხო და ნუ ეს თამაშებიან მოკლედ. არა ეგ ხომ არა ერთის მხრივ პრობლემაც არის ეგ რა ამდენად რო ხარ დამოკიდებული სოციალურ ქსელებზე შეჩემა ეგეც პრობლემაა. აკრძალვით. არა თქმა უნდა იდიოტობა არაზეა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აი ესეთ ქვეყნებში აჯანყდება ახალგაზრდობა და გადაულიან როგორც ნეპალში. ჩვენ რომ მოვალთ პოლიტიკაში 100,000 გამოწევს. გავარყათ. რაღაცები გადაჩამოვიღოთ. ინტერნეტს დაუხანელების ხმები. საქართველოში გავს. სიბნელე შემოვიტანოთ. ხაბერ აზრი აქვს პოლიტიკაში ყოფნა. არანაირი რაღაც უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ ხო რაღაცა სხვანაირი დაპირებები უნდა შემოვიტანოთ. ბრძოლის წესით შემოვიტანოთ. ჩვენ დისციპლინა შემოვიტანოთ. არა დისციპლინებულმა ხალხმა დისციპლინა შემოვიტანოთ. ხო. აი, გავაგზავნოთ. შვენიერი სიახლე გვაქვს კიდე ერთი, უბიახლი, უბრალოდ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნამდვილი სპანჯბობი და პატრიკი. ყვითელი გუბკა ბობი. ქართულად როგორ არის? ღრუბელი ბობი და ვარსკვლავი პატრიკი აღმოაჩინეს 2021 წელს ნოას ღრმაზღვის ექსპედიციის მეცნიერებმა გადაიღეს სურათი, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. კაშკაშა ყვითელი ღრუბელი ვარდისფერი ზღვის ვარსკვლავის გვერდით იჯდა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წყლის ქვეშ თითქმის 6200 ფუტის სიღრმეზე. ძალიან დაუყურებელ. დიდ ბავშვობაში? გიждდებოდი ისე მიყვარდა. მარტო ბავშვობაში არა ეხა ჩემი შვილები უყურებენ. გისწორდება ეხა? კი, ტოვჯდები და უყურებ. მე აღარ გამისწორდა ეხა. მაგრამ აი მაგრამევას. ბავშვობაში მე ძალიან მევასებოდი. არ უყურებდი შენ? შენ მარტო. ამას ტელევიზორი არ ქონდა. გრენდაიზერიდან იყურებოდა. გრენდაიზერს უყურებ. პანჯრიდან ჩიტებს აგვირდება. ბუზებს. პანჯრიდან ბუზებს რო აგვირდება. ხო, სახში ბუზები არ ქონდა. მინდა რომ ბუკას ბავშვობა გამოვიყოლე, მოიც არ გადახვიდე შეთო. დაბრუნდი. საშკარავზე გამოვიდა ბუკას ბავშვობა. ბუკას ბავშვობაში მაინტერესებს რას უყურებ? ტომი და ჯერი ეხა ის კლასიკა. ის ნუ პაგაძიც რა თქმა უნდა. კი, ბანძიც კი პეტერბურგს რა. ჩემი კარგი სტრაქ. ბრიგადა გააკეთა. ბრიგადა მე რაღაც რა. იმას შენი საყვარელი. არა. ცხელძახს ხელძახს ბავშვობაში. ხელძახს იღებენ, მე კი გაგრძელებასო. და არც ვაპირებ. აი როცა გამოვიდა ცხელი. შენ გაგრძელებას უყურებ. 2000 ისა მარტო გაგრძელებას უყურებ. ტრეილერებს უყურებ. ეხა იღებენ ხო გაგრძელებას ცხელი ძაღლის. ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, გულწრფელად რო თქვა მაგის მიმართ. და ისევ ჟანრი ლულაშვილი და ხო და მაგიტო ვარ სკეპტიკურად განწყობილი. არ ამგონი. კი. ხო. გიორგი ხიფშიძე მისი პოლიციელი უმკითხებაშო. ესე ნაკლებად და ჟანრი ლულაშვილს ძალიან დიდი პატივისცემა იმას ძალიან გვიყვარს ეგ ადამიანი მთელი თავის ისტორიით შემოქმედებით. მაგრა ხატავს, ძალიან მაგარი მხატვარია. ძალიან. მაგრამ აი ისე პოლიციელი ეგ და გიორგი არ ვიცი, რამდენად მაგდა და მე იღებენ შეჩემა. ისიც ბექსტეიჯების გაიჩიტა და იღებენ. გიორგი ხიფშიძე იქნება ოპერ მუშაკი. ვინც იყო ის იქნება რა უნდა იყოს შეჩემა. თან ახლა გაცილებით ბევრი ტატუები აქვს. ტატუს კაი წაუშვი, მაგრამ სახეს წაუშვია. მაცუნ? აი გადავედი. არა და მაშინაც ან თავიდანვე იყო ანუ მაყურებლებში ეგ მოსაზრება რომ ანუ მაშინდელ ტიპიურ მენტს არ გავდა. მენტს და პოლიციის ოპერ მუშაკს საერთოდ არა ტიპიური არც უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამერიკიდან იყო ჩამოსული, ხო, გასაგებია კი, ეგ ის ქონდა რა, ფიშკა რომ არ სწავლობდა და არ ცხოვრობდა დიდი ხანი საქართველოში. და იქ გაატარა სტუდენტობა რა. და მაგ პერიოდში მოხდა. ეხლა ვიტო მაგისტრატურაზე წავიდა და კიდევ დაბერებული ჩამოვიდა 2 წელიწადში.
მაგ პერიოდში მოიხოდა ილონიც მასკი. კი, იმიტომ რომ HBO-ზე გაუშვა, HBO იყიდა ჯერ ილონ მასკმა, რომ დაეთრია ცხელი ძაღლს მიცა ფული და კოპირაიტით გამდიდა და როგორი და იმდენად გამდიდა რომ ილონ მასკის ქონებამ 9 ტრილიონს გადააჭარა. ანუ 500 მილიარდს. ანუ 500 მილიარდს. ბუკა მათემატიკაში ძლიერია, რო ვიცოდეთ მეგობრებო და ითვლის გიჟივით გამომწერებს, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი. იმიტომ რომ იმოისებია გასატვირთი. ზედნაბები არის გასატვირთი. ხარ ბიჭო, რავი ამის ან თუ არც გადააჭარა. არა, მოიცა, არა, სპარამეზე ვილაპარაკო. ხო, რა თუნდა კი, არ ვიცი. აი მოდი მაგაზე ეგ ძალიან მაინტერესებს. აი რა ტრაქში საყარელად უნდა მართლა. და ვერაფერს ვერ იზავს რომ გაღარიბდეს. ეს ვერაფერს ვეღარ იზავს რომ მოაკლდეს რა. ანუ აი ერთადერთი შეიძლება რომ ეს ბანძად ადგეს და ყველას დაურიგოს რა. როგორც ბიზნა აკეთებდა ჩვენ. ხო. უფასო პროგრამაში შემოვიყარა. ეს ბინაში შემოსავს აი. ამას აინან ეს უფასო ბინა. მე მაყუთი მოგაგებული. ვიღაცა დაგვიწერა კომენტარი მაყუთი ხო. ხო და კარგია, ნელა ინერგება ჩვენი ეს ტრენდული მარაზმი იქნება კი და ტრეში. სადღაც დაგხვდება ეს წინ. და მე მოგვე მოიცა, მაინტერესებს. მე მაინტერესებს რამდენი ადამიანი ცხოვრობს. მართლა მაინტერესებს. ეხლა რამდენი ადამიანი 8 მილიარდზე ცოტა მეტი. სად 8 მილიარდზე. მე საქართველოს მოსახლეობა გაინტერესებს. 8 მილიარდზე ცოტა მეტი. რამდენი ადამიანი? რას გადააჭარბა? ეს დედამიწა. 1-4 მე ვიცი. მე მინდა რომ ერთ ადამიანზე რო გავყოთ ილონის ფულები რა გამოგვივა. 8 მილიარდზე მეტი. 8.2 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. გაყვა 8.200.000. როგორ წერა? გამრავლება არა. რაზე ვყოფთ? 500 მილიარდს ყოფ 8 მილიარდ 200-ზე. კაცზე რამდენი გამოდის? რო გავიგოთ კაცზე რამდენი გამოვა თუ დაარიგებს და 500 მილიარდი 8 მილიარდზე რო გავყოთ? ხო, ნუ დაახლოებით გამოვა 6 რაღაცა $. არა, მეტი არა, არა, მიდი. მეტი გამოვა უჭრელისი. ეს 62 და 500 მილიონი გაქვს აქ. 1 0-იც უნდა. რაზე ვყოფ, გამახსენე? არეტევა? გამახსენე რაზე ვყოფ? 8 მილიარდს. 500 გაყავი 8-ზე პირდაპირ. ხო, და 62 და რაღაცა იქნება რა. აი ეს 500 მილიარდი ხო. გაყავი 8.1-2-ზე. წერტილი. არ უნდა ნოლები. აღარ მინდა ამის გაყოფა. 500 გაყავი 8-ზე პირდაპირ და იგივეა. ვინ გავყავით? 500 გაყავი 8-ზე თქო გაყავი 8.2-ზე. მილიარდზე. ხო, 500 გაყავი 8.2-ზე. 62 იქნება და არა, გაიგოს დებილი ხარ. 8.2-ზე რატო გაყავი? ხოდე და მოუთხარ. 60 რაღაცაო გითხრა. 60 $, 60 $, 61 $, გამოვა კაცი. 61 $. ხარჭი. ზანტესლობა. აი გვინო მოგეკიდა. ეს რა არის? ეს არ მინახავს. მაცუნ არარატიან. კი. სომხეთში იყიდება, ხო, სავარაუდოდ? და რა? მაწონი შეჩემა რა. ღვეზელი. ღვეზეო. 3.2%-იანი მაცუნი. ჩვენი სპონსორია. არარატიანი. ხო, სასაცილოა. მაწონი სომხური არის შეჩემა და მაგითхан შემოვიტანეთ ჩვენ. მაწონი გინდა გითხრა სადაური იქნება ეგ სიტყვა, ჩემი აზრით ირანული იქნება. რატო? იმიტომ რომ ეგეთი სიტყვა ან თურქული იქნება, ან ირანული ფუძე იქნება. მაცუნ, საათ, ეკლესია ბერძნულია. ეგეთი სიტყვები არის სულ არაბული წარმომავლობის. მაწონი სადაურია რა, ქართული არ არის? ხო, მაგრამ იმათ აქვთ აირანი აქვთ და რაღაცები მსგავს პროდუქტები. შეიძლება მაწონიც მაქაური სიტყვა იყოს. აქვთ თუ გინდა. გამონია მაწონის სიტყვა მაწონი. ქართული სიტყვა არის მაწონი. გადასარევი. რაც ნიშნავს რომ წიგნ, ნაკუწი ან ცოტა ნაწილი რა იმის. ხო, მაწონი არის იმენა ქართული. და მე როგორც ვიცი, ძალიან დაევასათ იაპონელებს და რეცეპტი წაიღეს და თვითონაც ამზადებენ უკვე იაპონელები და უკვე როგორც აღმოჩნდა სომხებიც. მაცუნ არარატიან. მაცუნ არარატიან, მე მაგრად პატივს ვცემ აქ ხალხს. რამოდენიმე წლის შემდეგ დაიბრალებენ რომ არ დაიბრალებენ, ეს ჩვენ ვაბრალებ რომ იბრალებენ. ისე იბრალებენ. ნუ ადრე შეიძლება იყოს. მაგრამ ბევრ რაღაცას რუსების შემოგდებული სომეხია, არ ძალიან ბევრ რაღაცას გაზრომენ შეჩემ. კაი ეს რა არის? რუსი ჩინოვნიკი შველზე ნადირობისას მოკლეს
ანუ ეს ნადირობდა შველზე და ამაზე ვიღაცები ნადირობდნენ. ირმებმა დაბრიეს. შველებმა დაბრიდეს თვითონ. ბემბი მესროლა. ბემბი ხო გაიზარდა ეხლა. ო. ბემბის ხო დედა. აბაროტი აიღოს. ო, რა და დაბრიდა ეს. აუ, წინაზე ანეკდოტი რო გქონდა, წინა. გამახსენდა რამე, მაგაზე გამახსენდა ერთი. მაგაზე გამახსენდა, აი, რაიქო, რა, წინა დაიტოვე ეს სახე. ტოვებ. მოყვები ერთ საინტერესო ისტორიას. დაიწყე ირაკლი. დარწმუნებული ვარ თქვენ ცით ეს. აბა ირაკლის ისტორია. ეგეთი წესი არსებობს იაპონიაში, რომ რომელი ირაკლი? როდესაც სამსახურში მიდის თანამშრომელი აქვთ დიდი პარკირების სივრცე. ხო, კი. ვინც ყველაზე ადრე მიდის, მანქანას აყენებს ოფისიდან შორს, რომ ვინც აგვიანებს, იმან შეძლოს ახლოს დაყენება, რომ ფეხით მოასწროს. ჩვენთანაც ხო ზუსტად ეგრეა. მანქანებს ისე იგივე შეისკამებენ. აი პირდაპირ თვალებში მიხედებენ კორპუსთან. და ზებრაზე თვალებში არ გიჩერებენ? კი. თვალებშიც და ზოგადად პარკინგისთვის შეიძლება ვიღაცა მანქანაში პირდაპირ კი, დიდი შანსი. იცი გიყაროს ფილტვში, კი. მაგიტო არ ვიღებ მართვის მოწმობას, ოღონდ მართლა ერთადერთი თავარი მიზეზი ეგ არის. ნუ აი იაპონიას რო დავემსგავსებით, მე ავიღებ მე მართვის მოწმობას. როდესაც დავემსგავსებით სოციალური ქსევით იაპონიას და იაპონიისგან გადავიღებთ სოციალურ ქსევებს, უბრალოდ ნიკოლოზი აიღებს მართვის მოწმობას. ნიკოლოზი აღარ იქნება უბრალოდ კიდე რა შეიძლება იაპონელებს მართვის მოწმობიანი ნიკოლოზი. ქცევა. მე როგორც ვიცი, ბავშვობიდან სკოლის დაჟე ბაღის ასაკიდან ბავშვებს ასწავლიან საკუთარი მოჯმულის ალაგებას. ანუ რაღაც რო დაყრიან, უნდა აალაგონ. მაგას რა ხის დარგვა. მაგას ყველა იდეაში ჩვენც ვასწავლეთ. ბავშვობაში სკოლაში გასწავლიდნენ მაგას? სკოლაში სახლში გასწავლიდნენ. სკოლაში არა, უფრო სახლში. მაგრამ მე მაგალითად ნაგვის ძირს დაყრას უფრო დიდი ვიყავი რო გადაეჭვ მეც სიგარეტის კოლოფს ვაღიარებდი. მაგალითად ნამწვის გადაგდებას დღემდე ვერ გადავეჩვი. გადაფურთხება. არა, მე მაგას სიგარეტის კოლოფს არ ვაგდებდი, მაგრამ სიგარეტის შენეგდებოდი გადაგდებას და ის სახში მიდიოდა. ხო, ანუ რამოდენიმე წლის წინ გადავეჩვი, ალბათ ერთი ან ორი წლის წინ, აი მანქანი ბიჩოკის გადაგდებას. მაქვს ეს კონტეინერი, კი არა რა, ჭიქა. რაც არის ხო რა. პირდაპირ რა მე შეხო იაპონია გაქვს სისხლში. არა, მე უფრო ჩინეთი. ჩინეთი? შენი დიდი ბებიის ბებია. ბებია იყო მამის მხრიდან ბებია. ჩინელი ხო? ბრინჯის გაკეთება მაკედანიც. მიუხედავთ იმისა, რომ მეოთხედი მაქვს რუსის 25 შენი დიდი ბებიის ბებია იყო. იკაკოა იყო ნახევრად რუსი. შესაბამისად მე ვარ 25% რუსი. არა და რა ეთქობა ახლა ამას 25%. ცხვირის. რუსია ცხვირის. ნეტო რა მეტყობა, აი რა მაქვს რუსის? ხო, მე როგორც ღერძი მიუხედავთ ამისა, მე რუსებს ვერ აღვიქვავ როგორც შეცინაპრებს. ვერ წინაპრებს და ვერ ზოგადად ადამიანებს. უკანაფრებს. პატარა საყვარელი დათვის ბელი შეიპარა სუპერმარკეტში, ორნაბიჯში, იქ იყო დახლი, რომელზეც განლაგებული იყო თაფლის კილები. იქ იყო დახლი, სადაც იყო თაფლი. მომინდა სახლი. მე გაიჩინა სახლი და ნუ შეკრა ეხლა სადღაც. მარხი. პოიქი შენახარა. მარხი გამოი. მარხზე რო დაამთავრე. აღმოჩნდა სამარხი. უში. აუ გამოი. დახტა და სამარხი. ძალიან ძლიერი, მე ფეხებზე გამომგზო. ანახე ფეხები მაგალითად. კი, ნამდვილად დამბუძგლა. მოკლედ ამ საყვარელმა თვები ხო ძალიან დათუნია იმდენი თაფლი ჭამა რომ კომაში ჩავარდა. ესე გათიშული იპოვეს. ანუ დათვებს გარდა იმისა რომ აქვს ესთეტიკის აღქმის უნარი, როგორც წინა გადაცემაში ვახსენეთ. ხედებით და ლამაზი პეიზაჟებიან, ერთი ხატვა არ იციან, თორე დახატავდნენ კიდევაც. თურმე აქვთ ასევე დამოკიდებული ხატვა იციან, შეიძლება და სტრიპტის ცეკვავენ, თურმე ძალიან საკაიფო. არ გაქრანა? აი, გუიწყე. კი. ძალიან არ გქ მართლა არ. ძალიან მაგრა ცეკვავ, რაჭაში. ვაჟაფშაველაზე მაგაც სტრიპტის. ერთი დათვი არის, გიჟივით ცეკვავს. ბეარ სტრიპტის ბეარი. ნახე როგორ ჩავა. რა ცუდი არ ვიცი რომ ყველაზე ცუდ ეპიზოდს წერდა მაინც აგრძელებს ჩაწერა. ნაგლად ხო. შემდეგი ობიექტიც ეგეთია. Flow ეგეთი ანიმაციური ფილმია, რომელმაც ოსკარი მოიგო და ამ ფილმის მოკლედ რაც გამოსვლის შემდეგ ზის შუქი იხილა ფილმმა საგრძნობლად გაიზარდა ამერიკაში შავი კატების ეդოფშენ აყვანის აგრესია აყვანის რაოდენობა რა.
იმიტომ რომ აქამდე შავკატებს არ იყვანდნენ სახლში, ახლა ესეც ხო დავგუგლეთ ცოტა ხნის წინ ნიკოლას. კი, ესეც დავგუგლეთ. აღმოჩნდა რომ შუა საუკუნეებიდან მოდის ეს თარსი კატა, შავი კატას ისტორია მეგობრებო. და რელიგიური დაპირისპირება რაღაცა ანუ მიაწევდნენ დემონთან ასოცირდებოდა ჯადოქრებთან და ასე შემდეგ. ხალები დავწვათ, შავი კატები დავწვათ. კიდე რაღაცა კიდე კაი, მაგ დროს არ ცხოვრობდი შეშავდნენ ალბათ. შენ ხო უფრო ჟღალი. არ არის ჟღალი. უფრო. ბი და ჟღალი გახსოვს? ჟღალი. მე უფრო ჟღი. ეხარი შენ უფრო მაკეთ მიდიხარ. ჟღი. ფრანგული გირევია ხო რა? ჟღი. იაპონელმა მეცნიერებმა აი რა შეგვცეს ამ იაპონელებმა. ელაც იქნება. ჟღი. იქ დამატე ხოლმე ბოლოში. ჟღი. კაი ისე მართლა მაგრამ მე ვასება ხომ იაპონური ნიუსები. იაპონელმა მეცნიერებმა ჩვენ რო იცოდეთ მეგობრებო იაპონურ ნიუსებს ორიგინალში ვკითხულობთ. ჩვენ ვართ პრო იაპონური გადაცემა რა. იაპონური ესკი. მახუთი გოგადებული იაპონური მთავრობა გვაფინანსებს ჩვენ. იაპონელმა შეგვამოწევს. მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელოვანი შედეგი გამოაცხადეს. მათ წარმატებით ამოიღეს 21 დამატებითი ქრომოსომა დაუნის სინდრომის გენეტიკური მიზეზი. სამწუხაროდ ჯერჯერობით ადამიანზე არ ჩატარებულა ეს ოპერაცია, მაგრამ ამბობენ რომ ინდოელებზე ჩაატარეს. ინდოელ ცხოველებს. არტოს და ინდოელებს. მაგრამ ამბობენ რომ მომავალში მოკლედ კვირდებიან რომ დაუნის სინდრომით ბავშვები არ ძალიან კარგი ამბავია ეს. ეს თუ მართლა მოხდება იდეალური. ანუ ეხლა წარმოიდგინე, აი კარგი მაგალითი არის იაპონია, ეხლა მომივიდა ეს აზრად, რა. იაპონელებიც დიდგანვე იყვნენ დამპყრობლები. ჩინეთს ერჩოდნენ სულ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეს იყვნენ დაჟე. ჩინეთში შევიდნენ აწიოკესით ბუდისტური ეკლესიები თუ ტაძრები გადაწვეს, დახოცეს ხალხი. მერე მიიღეს წარე მაგალითი ჩამოუგდეს 3 თუ 4 ატომური ბომბი და მაგის მერე ტიპები მიხვდნენ რომ მოდი შევეშვათ სხვებს და ჩვენ თავს მივხარებას მივხედოთ. არა უყვეთ. ანუ რაღან არსებობს ეგეთი ჩვენც ახლა მაგას არ ვაკეთებთ ერი. ჩვენ არასდროს არავის არ ვერჩოდით. ჩვენ სუტყნის გვიტყნავენ. ხო და იქნებ რუსებს დაემართოთ ეგეთი რამე რა. რუსებმა რა უნდა გაიგვიძონ. ხო არ ვიცი. მაგრამ იესულებული ის აი 4 ბომბი რა არის ჩააგდო. არაფერი 4-6 წალი ბომბი. ხო და მაგრამ ახე რა როგორ მუშაობს? მაინც ვერ გაიგებენზე რა. ვიდეო ვნახე, ქალი იღებს იმას რა ტელეფონით. აიუნიდან გამოდის და რაღაც დრონი ფეთქდება მაგის წინ რა. და ის დრონი უკრაინული დრონი დაეცა რაღაც დიდ იმას რა ქვია, სადგურს რა, სადაც ბენზინი ინახებოდა. აფეთქდა და ეს ქალი შეწუხებული გამოდის და რა არისო? რა უბედურება ვერ ვიძინებ. ანუ წარმოიდგინე სახლის წირო რაღაცა აგიფეთქდეს და შენ უკმაყოფილო რო გამოხვიდე. ახლიაზე ვარ მეძინა და გამაღვიცეთ. ანუ ვერც გაიგებენ. მაგრამ მანამდე უფრო კარგი პარალელი გაავლე რა. ანუ იაპონელებმა რაც გადაუხიეს მას შემდეგ და არავის აღარ ერჩიან და საქართველოს ოდითგანვე ეგეთი ქვეყანა იყო რომ ანუ არავის არ ვერჩოდი ჩვენ. ერთხელ იყო რომ აღმაშენებელმა ისე გააფართოვა საქართველოს არეალი რომ ხო მაგრამ იქიდან იმათაც იმის გამო კი არ დაიწყო რელიგიური შევიწროება და არც კანის ფერი და პროსტო რასების ნეგენი. შემდეგი ობიახლი ესეთია მეგობრებო, გაირკვა რომ თუ 5 წუთის განმავლობაში გაბრაზებული ხარ რაღაცა აგრესიული, შენი გონება 6 საათით დაბერდება. ძალიან ცუდია. ძალიან ცუდია. ერთხელ მახსოვს 4 თვე მაგარი გაბრაზებული ვიყავი. მაგის მერე მეგონი მაგითო მაგ განწრეული და არაფერი არ გახსოვს. არა, მე მგონი კი არა, ერთ-ერთი თავარი მიზეზი მართლა 4 თვე გაბრაზებული. ანუ რამდენი საათი გაბრაზებული ვიძინე და გაბრაზებული არ მახსოვს. ეგეც არ მახსოვს. და რამდენი საათით დაგენძრა ეს გადავთვალოთ მე რა, გავირკვეთ. ანუ 4 თვე გაბრაზდება, 4 ჯერ 24 60 ხო 4 ჯერ 24 60 მოიცა გეხოძებ ვარ ჩემი მათემატიკა მე გადავტიყო და აქეთკენ ანგარიშთადი შენ ნაღდი გამოთვალე და მე ჩემი მათემატიკით 4 ჯერ 24 4 ჯერ 24 არის 48 როგორ 60 არის ანუ 11 წელი მოგაგდა რა დაახლოებით შეიძლება არაფერი მეტყობა არაფერი მე შენ გონია რომ არ გეტყობა შეჭება მე ნახავ უკან იქნება ასე რომ მეგობრებო არ გაბრაზდეთ იყავით ლაღები მხიარულები და ღერძები ან თუ გაბრაზდებით ცივი წყალი დალიეთ. ეთეთ და ცივი წყალი დალიეთ, ხო? ან დაუბრუნდეთ 1950 წელში. უფრო კარგი გამოსავალი მაქვს ჩემო ნიკოლას. ამაზე უკეთესი? აბა.
თუ გაბრაზდებით, შედით ბუნკრის TikTok-ზე, ან YouTube-ზე და ჩვენ შორთებს უყურეთ, ესე ასკროლეთ, გაიცინეთ. ვა, ნახე ეს იდიოტები ეს იდიოტები თუ ესე ხუმრობენ ყველაფერზე, ხო შეიძლება მეც შევძლო ეს. მაგალითი აიღეთ ჩვენ. მე დაჯექით სახლში, ჩართეთ კამერა და რაღაც დონაცია $5,000 და წადი სახლში. 1950 წელს არსებობდა ეგეთი პროფესია, პომადის ტესტერი. პომადმაისტერი. პომადმაისტერი. რაც ნიშნავდა იმას, რომ მელოტი კაცი ჯდებოდა სკამზე და მთელი დღის განმავლობაში მელოტი იყო. ბიჭო, აბა თამაში ხო არა კონცეფტში. ბევრი შუბლი ხო შეიძლება დიდი შუბლი ხო. ხო, მაგრამ მთელი დღე რო კოცუნია, მთელი დღე რო კოცუნია. ტიპი გაპარსულია? გაპარსულია. და ქვემოთაც ხდება ეგ გაპარსულია. და მთელი დღის განმავლობაში full time job იყო. მთელი დღის განმავლობაში კოცნება ყავე. გახსნილი და შემოკარგო, ეგ რაგვარია, ეგეც მოვიწვი. ეს იყო მეგობრებო. მოგეახლებით. არასდროს ამას აღარ გავიგებ. ეს იყო ბოლო ყოველთვის ამას გავაკეთე. არასდროს არ გავაკეთებ. თქვენ გააკეთეთ. შემდეგზე მე ვიცი ხო. შემდეგზე სოლომე. ეს ემგინი. ჩვენ ვიცი ხო. თქვენ ბექში. ლიგაზე ვიბაზოთ. ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და ასევე ამავე კვირაში მამარდაშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგურ მატჩში. თან ლივერპულის მაისურით. წარმატებებს უსურვებთ ორივეს. და ყვარას და ყველა ქართველ ფეხბურთელს ზოგადად რა და არა მხოლოდ ფეხბურთელს, ყველა სპორტსმენს, მაგრამ ფეხბურთი მაინც ან ჩვენ ფეხბურთი გვყვარს. ხო რა, ბევრჯერ მომისმენია რომ აი ფეხბურთი და აი სხვა სპორტსმენებმა და დავაშავეთ და რაღაცა რა. ბიჭო, ფეხბურთი ბევრად უფრო გლობალურია ხო რა, პოპულარული. ეგ არის მიწურებადი და ლამაზი. ჩვენი ბრალი ეგ არ არის. ბევრად უფრო ლამაზი არის. ხო, ეგ გემონების ამბავია, მაგრამ რა არის გემოვნების ამბავი, შეჩემა ძიუდო ფეხბურთი. კალათბურთი უფრო ლამაზია. ხო, მაგრამ ძლეოსნობა ძიუდო უფრო ლამაზია ვიდრე ფეხბურთი. ვისთვის როგორ, რა ვიცი, შეჩემა. მართლა შეიძლება ვინმესთვის ძიუდო უფრო ლამაზია, მართლა? ვაუ. ძიუდოისტისთვის შეიძლება იყოს ძიუდო უფრო ლამაზი. მე არ მჯერა ეგეთ ძიუდოისტების არსებობა. არც მე გენი უეჭველი ჩუმად ფეხბურთს უყურებ. ხო და თამაშობენ. კაი, მე მგონი გაგლეჯილი მთვალი ხარ დაამატე და უფრო გამიდა. არა. უფრო გაფიჟვინდე. ზედმეტები ხო არ მოგივიდა ცოტა ალკოჰოლის. სადა ხარ? დღევანდელი ეპიზოდის თემა რა არის? თემა ეს იყო. თემა გავიარე. სპორტი. მიულოცეთ? რატო გავიარეთ? ვიმსჯელოთ ხო? კიდე რა მე ვთამაშობდი ბავშვობაში რაგბს. ხო, აი მაგაზე ვილაპარაკე. შენ ბავშვობაში თამაშობდი ფეხბურთს. შენ რა შვებოდი? ფეხბურთს და კალათბურთს. თამაშობდი. გუნდებში. თამაშობდი ცოტა ხმა მაღალი ნათქვამია ახლა ფეხბურთი მე. უყურებდი. ნათამაშები ნანახი მაქვს. ეგ ერთხელ უკვე მოვყევი. სწორედ ძალიან საყვარელი ისტორია იყო. სხვა რაღაც მოყვა. გურიაში რო ვითამაშე. ეგ მოყოლილი გქონდა. სხვა რაღაც მოყვა. თორე კარგი. მე რო ნათამაშები გვაქვს, მაგაზე არ მიბაზრი. შენ არ გიბაზრია. არა, უბრალოდ ერთ რაღაც საუბრიშნავ, რომ მონდომებული გროკი სულ მინდოდა. ძალიან ბევრ და მაშინაც იქაც გერიყო გურიაში. ბიჭი არა მაგ ფეხბურთის. აი სანამ წინ დავიწყებდი თამაშს, მანამდე მეკარე ვიყავი და მეკარეების წონა რაღაცა არა, წონა ნიკუშა წონის გამო კარში თან ბურთის არეში მანდა. წონა მერე იყო. წონის პრობლემები მერე იყო. მერე გადაგწონა. ნიჭი არ მქონდა რა, ნიჭი არ მქონდა წინ თამაშის. კარებში აღარ მინდოდა. მე ვიყავი, აი ქუჩის ფეხბურთი მიყვარდა ძალიან, დიდზე ვერ თამაშობდი. ქუჩის ფეხბურთს კარგად თამაშობდი. რატო მოყოლილი გახდა დიდზეს თამაშობდი? ეგ პროსტა მოყოლილია. უბრალოდ არ თამაშობდი. არა, დავდიოდი ფეხბურთზე, ნათამაშები მაქვს რამოდენიმეჯერ, მაგრამ არ მსიამოვნებდა რა, აი პროცესი არ მსიამოვნებდა. იღლებოდი. ბევრი უნდა ირბინო. 11-11-ზე როცა მწვრთნელი ყავს და რაღაცა ოფიციალურ მატჩს ატარებ, შეიძლება 1 საათი ისე ირბინო ყლესავით, რომ ბურთი ვერ მიიღო. ან ერთხელ მიიღო და დააბრუნო და ვიღაცა მოვაჭა. ოფერი მოვიდა. წავს კბილებს რა და წარდები გაგდება. ოფერი არის შემოსული. ისმენ ოფერს. ოფერია შემოსული. ორივესთან არის ეს ოფერი. მოკლედ ერთი ოფერი მოვიდა ეს ოფერი. რო შემოდის ხოლმე. ხო. ამას ხო აქვს ოფერი მოვიდა. კი, პირდაპირ ოფერი მოვიდა. აქამდე ობიახლებში კი არა. ბუნკერში. პირველი ოფერია. ჩვენი პირველი ოფერი. ბუნკერში გააძრეთ ხო ეგ. დენ ოფერი მოვიდა მეგობრებო. მოკლედ ეს შემოთავაზება არის რა. გერმანიის ჩემპიონატში
ვოლფსბურგის საფეხბურთო ჩემპიონატი საუბარი. Bundesliga. ვოლფსბურგის მთავარ მწვრთნელად დაგნიშნავენ. ერთ წლის განმავლობაში, რაც აქვს სატრანსფერო ბიუჯეტი ყველაფერს გადმოგცემა. რაც არის ახლა აი 2025-ში მივდივარ მთავარი მწვრთნელი ვარ. მთავარი მწვრთნელი. და რა არის? ოღონდ თებერვლიდან. ოღონდ არა, სეზონის სტარტზე რა. სექტემბრიდან. ხო, სტარტზე რა. ოღონდ ყველა გადაწყო ვარჯიშით შენ უნდა ავარჯიშო ფეხბურთელები, შენ უნდა განალაგო, ყველაფერს შენ. ყოფილი მწვრთნელი. ხო, ვიღაცა მოიყვანო, მოურინიო დამხმარე და რაღაც არ მოსულა რა. იქ ხო ყავს ასისტენტი ისედაც. კი, მაგრამ შენ შემოგციცინებს თვალებში რა შეუღნები. თორე ის გადაწყვეტა მაგარინაშა და მაგრაში მოგციცინებს თვალებში. ისე შემოგციცინებს. მხელს რომ მისიას აცდე. ამის მოგზაურია. მისიე ნიკოლოზის. და შეუსრულებელი მისიე. შენი მოვალეობა ეგეთი არის რა, ეგეთი ტასკი გაქვს, რომ წლის ბოლოს რა. ხუიწიბენა. წლის ბოლოს ათეულში უნდა იყოს შესული. ათეულში რა უნდა შეჭი. სულ რამდენი? თუ ათეულში შეხვალ Bundesliga-ში და. ხო. თუ ათეულში შეხვალ. თუ ათეულში შეხვალ, გადაგიხდიან 10 მილიონს დოლარს და გამიხანგრძლივებენ კონტრაქტს. მინდა ხო, და გაგიხანგრძლივებენ კონტრაქტს. თუ ვერ შეხვალ, ორივე ყვერს მოგაჭრიან. ორივე? ხო. ეგეთი ოფერი მოვიდა რა. რამდენად ერთ თუ მომაჭრიან? არა, ორივე ყვერს გაჭრიან. არა. ბუკას აჭრიან ერთ, შენ ორივე. ბუკას თავს აჭრიან, პროსტა თავს. ან ფეხს. დათანხმებული? არა, ორივე ყვერზე არა. არა. ერთზე დავთანხმებული. სალზის ილია დათანხმებული. აი რა დინაში. არა? ათეულში შევიდოდი შეჭი. ვოლფსბურგი? კი. აი ესეთი ნაგები. ვოლფსბურგი ბოლოსში როგორ თამაშობს? ანუ როგორი ვოლფსბურგი უნდა ჩაიგდო? რაც არის რა. ხო და არ ვიცი ახლა როგორი. კლეური. შარშან როგორ თვითონ ბაიერნის ჩავიდა. გავარდრას გადადა. ბაიერნის ჩავიდა. ტანკს ჩავიფარ. რომ არა ბიჭებო. და რამე თავასაც ჩავიბარე ხვეთის. ბიჭებო, აბა ითამაშეთ ბაიერში. შენ მიღებდი მაგას. არა, შანსი არა. ყვერზე არა, ერთზე ავიღე. არც ერთზე არა ვიღე, თუ გოჭველი ვიცი რომ გავარდე. თან ვარჯიშებს რომ მითხარ იმათმაც რო იციან რა. არა, იმათ არის. არ უნდა იცოდნენ. იმათ რომ მე ვიღაცა ვარ, რა მე. გადაცმული უნდა. ბენ ამბორი. არა, ირაკლი ვარ შეულებრივად, просто გონიათ რომ აი რაღაც ყალბი ის მაქვს რა, UEFA-ს დოსიე. სერტიფიკატი მაქვს. ხო, აი ნამეცადინები და თან ყალბდოსიებთან ძალიან ჭიდრო. ხო, აი გაუძრები, შეჭება YouTube-ის რაღაც ვიდეოებს, აი ნახე დორტმუნდი როგორ თამაშობს ბიჭებო. დადექი აქეთ როის, რო არ ყავს თან. როის. არც იმათ. მარებსაც რომ ვერ იყო. ხო, ვერ ასტავი მაქსორებ. 5 წელი დამჭირდება. ხო, ნერვიულ, სუნასომი. პიპივი აგრესიული ბიგვინებული ეს რომ დოიჩე პაბებში გაქნა ოქტომბერ ფესტივალები და რომ და აბა ბიჭებო, შევარდა. შინელება. თავიდან რო ის კი, ორივე არა, მოჭირდა. შედაც მოიწა. იასნია დავთანხმდებოდ. იგი ახლა კარგად გავაანალიზეს ყველაფერი. მე პროსტა ისე წავხვებოდი. მათარ მოუთხარ. შევარდა. წავიდა. მე და შევიდოდი 15 წუთს ვითამაშებდი რა. აი ბოლო სამი ტური. აი რო ბოლო სამი ტური არ დავლევდი პრივას. ათეულში შევედი, უეჭვაჭრიან გარანტირებული. მიდი შენ მაინც გაიცი. ასე მეტაში წავედი. მეორე ტაიმში შევიდა. ამანდა. და კაი ოფერი. ანუ ჩემს კი. ყვერი მოეჭვა. ჩემი ოცნები ყვერი ფეხი ხელი თავი რა წინდა გაუჩირა. აუ ცუდად ვარ ჩემი. აუ რა კაი ოფიახლი იყო თუ რატო გაუტრაკია მობიახ ოფერი. კი, დნოფერი. ხო, ნახოთ, იქნება დნოფერებიც დაემატოს. ფაქტია დღეს შემოვიდა რა. აი, ეხლა რაზე გადავიდეთ თამაშზე. ეს იყო სპორტი, მეგობრებო. დღევანდელი ეპიზოდის თემა და ეხლა გადავიდეთ თამაშზე. თამაში მოვიფიქრეთ ძალიან საინტერესო. ჩვენ დავგეგმეთ წინააღმდეგობაში გაუწიოთ, კი და წინააღმდეგობა გაუწიოთ ChatGPT-ს. კერძო? ესეთი თამაში მოვიფიქრეთ. ამან უნდა გითხრას ChatGPT-მ რამოდენიმე მინიშნება. იქნება ან საგანი, ან თუნდაც ჩაიფიქროს ჯერ რაღაცა. საგანი ადამიანი პერსონაჟი, ცხოველი, მოვლენა არა. აი, მარტო სულიერი, მოვლენას ჩაიფიქროს. სულიერი. ესე იგი ადამიანი ცხოველი პერსონაჟი საგანი ან მათი კომბინაცია. ხო, და ამან ეს გვეტყვის ჩვენ უნდა დავსვათ კი ან არა უნდა. Yes no. მოდიცემთ. ხო. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვები, რომელსაც პასუხი ექნება კი ან არა. მერე ყოველ მესამე კარგად იხარ მაგ კითხვის შემდეგ მოგცემს არასწორ მინიშნებას, ხო? ხო. დავიწყოთ, აბა? დავიწყოთ. მოდი შენ ეჭორავე თუ გინდა ან არა, ვერ ვეჭორავე. აი ესე შემომიშვი მამიკო.
კაი, პირველი შეკითხვა ადამიანია, ადამიანია თუ არა? დაიწყო? კი, დაიწყო. არ არის ადამიანი. მეორე კითხვა. მეორე კითხვა. ცხოველია? ცხოველია? მოდი მამ. 3 ერთზე ვართ, ხო? ხო, ჩვენ თამაშებით, ხო, დაჟე უნდა გვეხმარება. დიახ. დიახ, ცხოველია. გატეხილი მინიშნება. თუ ამას ქუჩაში შეხვდებით, ხალხი ალბათ იფიქრებს, რომ ეს ახალი სპორტული ავტომობილია, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ კუდიანია. სპორტული მანქანა ცხენია. იაგუარი ან მუსტანგი ცხენი, იაგუარი და კუდი, ცხენი. ცხენსაც აქვს. ხო, Ferrari. ხო, Ferrari. ცხენი. არა, ცხენი არ არისო. მეხუთე კითხვა. კაცებელია ამოდი ხო, მაშინ. კაცებელია. კაცებელია, კი. აღონ ცხენი არ არის. დიახ, კაცებელი, იაგუარი. ეს ცხოველი მე დრამატურია, ხან სცენაზე ვარსკვლავს ჩააგდებს, ხან მხოლოდ ჩრდილში იჯდება და ფიქრებს იტყვის. ხო და ეს ხო არას ეს წაიკითხე ხომ, იმიტომ რომ სასაციოა. ანუ ამის ინტრო გავაკეთეთ, რომ შეცდომაში შემყვან რაღაცა სისულელე. ხო, მინიშნება იქნება, მინიშნებას გვაძლევს. ხო რა, რაღაცა შეცდომით შეგვიყვანს. შეცდომაში შევყავართ. იაგუარი ვცადოთ? აი, იაგუარი. არა, იაგუარი. ეხა, კაროჩე, ახალი აბსურდული რობოტთან არ მინიშნება. წავაგოთ. აბათემ. თუ ამას კინოში დანახავთ, მას შეუძლია პოპკორნი ხელიდან ხელში გადაისროლოს და მაყურებლებიც აპლოდისმენტებით დახვდება. მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ბუნებაში ცხოვრობს. რა? კაცებელია? კი. კაცებელი, სპორტული მანქანა, პოპკორნი, კინო, სუპერმარკეტი. ძალიან რა აგვია. უნდა ის? იაგუარი არ არის. მანქანასთან ცხენიც არ არის. შეცდომაში შეყავხარ. ცხენი არ არის, იაგუარი არ არის. იაგუარი არ არის. კაცებელი, პანტერა. პანდეა. პანტერა პანტერა? ნახე, ხო, რა ვიცი. პანტერა. და არა. არა, პანტერა მანქანა. ახალი მინიშნება გაეძრო. ეს ცხოველი იმდენად კომფორტულია თავის ტყეში, რომ გონია ყველაფერი მისთვის red carpet-ზე ხდება. ის რა ქვია, ხარი. რა ხარ? ხარი, Lamborghini-ის ტყეში ხარი? არის, რა ქვია. ტყეში ხარს რა უნდა? სპორტული მანქანის ის არის. ხო, მაგრამ ტყეში ხარს რა უნდა? ტყე, არ ვიცი, ტყესად იყო ნახსენები. იმდენად კომფორტულია თავის ტყეში. მაშინ არც პანტერა და არც იაგუარი არ არის ტყეში. ვებხვი ვცადოთ. ვებხვი არის? დიახ, ო, ვებხვია. ამან ტყე და ჯუნგლები ეხა ამას მამ, მოვიგეთ და ტყე, ჯუნგლები. ხო, ამისთვის უკვე. კაი, შემდეგი მოდი ხო? ეს უთხარი ხა წესში ჩაუტმატე, რომ ტყე და ჯუნგლები სხვადასხვა რამეა. და ჯუნგლები. ხო, იმიტომ რომ ჯიგო. სხვადასხვა რამეა და სანამ დაგენძრევა. ძმაკაც. ცოტა გამართულად იაზროვნე. ძმას შევუვარდი, ხო? შევუვარდი წელში. ხოხი აიჭრევა. გრძნობ, კარგია, მართალი ხარ. მეც უნდა ვიყო უფრო მკაფიო გეოგრაფიითა და ბუნების გარემოთი, რომ თამაში ტყე, ჯუნგლი, დავიწყოთო კი. სავანა და სხვა არ გაიგოს ერთმანეთივით, როგორ მართულად ბაზრობს. დაიწყო. სავანა. მართალია, სავანა სხვა. როგორ მალე აითვისა? ეგრევე ითვისა. დავიწყეთ. სიტყვა უკვე დაფიქსირდა და მოვიგეთ მამ. კაი, ადამიანია ისე ბანალურად დავიწყოთ. ადამიანია? კაი, სამი რამე გამოვიცნო. ადამიანი არ არის. ცხოველია ისევ. კიდე ცხოველი აღარ. ადამიანი თუ არ არის ცხოველია, მაგ მოუგოთ მოდი რა, ცხოველია. მაგრამ შემდეგში დავუმატოთ ეგ წესი, რომ თუ ადამიანი არ არის, ცხოველია, სხვა რამეს დავუმატეთ. კაია. სრული აბსურდული. კარგია. ახლა მზად არის სრული აბსურდული, მრავალფეროვანი რაუნდი. შეიძლება იყოს ადამიანი, ფრინველი, ქვეყანა, საგანი, პერსონაჟი ან მათი კომბინაცია. სიტყვა უკვე დაფიქსირდა. გადასარევი. პირველი კითხვა, ვინ დასვამს? ბუკა დასვია ბა პირველი. ბანალურად დავიწყოთ რა. ადამიანია. ხო რა, გამოვრიცხოთ ყველაფერი. ეხლა რომ მითხრას არაო და ცხოველი რო იყოს შეიძლება არ გინდა. დიახ. როგორ კარგად გამიგო. დიახ, ადამიანია. ცოცხალია? ხო, ცოცხალია პირველი ეგ. არა. აბა? აღარ ცოცხალი. კაი, ცოცხალი არ არის. კუდარია, ანუ? არა, კუდარია, ცოცხალი თუ არ არის, კუდარია. ანუ მესამე ოფშენი არ არის, ხო რამე? მესამე ოფშენი არის, სქესი დავადგინოთ. ხალია? ხალია? რატომაც გონია რომ კაცი იქნება? დიახ, ხალი არის. გატეხილი მინიშნებაც მოვიდა. თუ ამას Instagram-ზე ფოტო გადაუღებინებს, ადამიანი ალბათ ფიქრობენ, რომ ახალი კარაქის ბრენდის რეკლამაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ცნობილი ისტორიული ფიგურაა. ისტორიული ფიგურა. ეს არის ნამდვილად კარაქის მინიშნება ყოველთვის გვაბნევს, სპეციალურად გეუბნები. ცოცხალი არ არისო? არა, ცოცხალი ხალია. კარაქი, მოდი დავადგინოთ ეროვნება. კარაქი, ეროვნება ამერიკელია. პრეზიდენტი, კარაქის ცნობილი ბრენდები რა არის? პრეზიდენტი. მე ამერიკელია.
მკვდარია, ამერიკელია, დაიკიდე. ამერიკელი მკვდარი. ევა პერონი შეიძლება იყოს. სკლავია. დაიანა შეიძლება იყოს. დაიან როსი. ან ის დეროსი, რომას ფეხბურთელი. დანიელე დეროსი. ამერიკელი ქალი მკვდარი, დეროსი. ანუ ვალენტინო როსი. კაი. მეხუთე კითხვა ვისვავს. ამერიკელია. რა საქმიანობდა, ეგრო გავარკვევთ. აბა კითხე. და არა, მსახიობი არ არის. მხოლოდ ისტორიული პირია. ხო, ისტორიული ფიგურა შეიძლება. ისტორიული ფიგურა ქალი, არა ამერიკელი, ამერიკელი ქალი. ისტორიული ფიგურა. კაი, პოლიტიკაში პოლიტიკაშია. ისტორიული ფიგურა, ხო, რა, ალბათ პოლიტიკაში იქნება. ან რაღაცა პოლიტიკაში. გატეხილი მინიშნება მოვიდა. ეს პოლიტიკოსი იმდენად ქარიზმატიკია, რომ მისი სურათის ნახვაზე კაცი შოკოლადსაც აიღებს, თითქოს კარაქიანი ტორტი იყოს. რატო შეუგდო ამ კარაქს? რამე კავშირი აქვს ამ ქალს და კარაქს? Butter. ხوارი ნიშნა, ხوار გავს. რამე ვინმე ქალები გავიხსენოთ, მკვდარი. ამერიკელი პოლიტიკოსი. არც ერთი. ამერიკელი მკვდარი პოლიტიკოსი არ არის შეჭა. კონდოლიძე რა ის ცოცხალია? კი, ცოცხალია. მაშინ всё მეტი აღარ ვიცი. ეგ ის პირველი ლედი იქნება საკმაოდ ჯონ კენედი. პირველი ლედი პოლიტიკოსად ითვლება? ხო, ნუ პირველი ლედია და პოლიტიკური ფიგურა ამის თვალში ალბათ. შეიძლება ისეც. მისი სურათის ნახვაზე. ვიღაცების ცოლები იყვნენ რა გავლენიანი ტიპები რა. პირველი ლედი უნდა გავიქ ჯონ კენედის ცოლს რა. გვენძრევა. ლიზა კენედი. ჯონ კენედის ცოლი იყოთ, ხო? მიდი რა გვარი არ მახსოვს. პოლიტიკოსი არის. მან პირველი ლედი იყო. რა ლამაზი ხარ, მამ. ჯონ კენედის ცოლი იყო? დაბრუნდი ეთერში. დიახ, ჟაკლინ კენედი, საღო. რა თესო, შეთესო. საღო. ჟაკლინ კენედი, ხო? ეგა, ერთი ხო არის? კი, მიდი, სანამდე კი არა, დავაი. ორი ფულს უგებთ, ხო? ხო. შემდეგი. ისე იუესი რომ ადამიანია. მე მგონი ხომას დავტოვე. კი, დავაი, წავედი. არ არის ადამიანი, ანუ ცხოველი მოიწვა. არა ადამიანია. აი ხა ისევ ცხოველზე გადავა რა. ცხოველია. აუწყდება ის დიახ ცხოველია. თუ ამას რესტორანში შემოიტანენ, ხალხი იფიქრებს რომ ახალი ულტრა ლუქსი კაფე გახსნეს, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ბუნებაში ბინადრობს. კარგი. კოალა? არა, კოალას ხო არ შევჭამდით. ულტრა ბუნება და თან კერძად რომ შემოიტანო, ვიფიქრებ რომ ვა რაღაცა ისეთ გაპრანჭული რესტორანიაო რა და რა შეიძლება ეგეც შემოიტანო. კოალა? კოალა? კითხე კაი ამენ კოალა? მოდი რა შემდეგზე ცხოველები აუგზალე რა. ხო რა ცხოველები არა, კოალა არ ყოფილა. აი არ არის კოალა. მაგრამ კოალა? რა შეიძლება შემოიტანოს სუფრაზე რომ აი დაბრუნდი მამა? და ეთერში ბრუნდება უნა. შოკოლადი. მოდი მა. კაი, რა შეიძლება იყოს? ხა ისე ვიყოთ ეგზოტიკური ცხოველები რა. კაცებელია, ის არის, კაი, ცხოველები აუგზავნოთ და გინგრევთ, გამოგთავთ თქო რა. დიახ, დაცებელია. ახალი აბსურდული მინიშნება. ანუ კაცი ყოველ კითხვაზე მინიშნებებზე გადავიდა. აერია უკვე აი, გაფუჭდა ხო? გავაფუჭეთ. ეს ცხოველი იმდენად ელეგანტურია, რომ ხან VIP ბილეთს აიღებს კონცერტზე, ხან კი უბრალოდ თავის ბუნებრივ ტერიტორიაზე ზის და ხალხს ახვევს. პანდა? რას ახვევს? ტარიანს. გველი, ვაიპერი და დახვევა, ვაიპერი. გველი? კობრა ან გველი. ცხოველია, გველი შეჩემა. აქვე წარმოვალია. კიდე მოვიდა მინიშნება. თუ ამას კინოსცენაში განათავსებ, იგი საკუთარ კუდს ვარსკვლავის ტიტულს მიამაგრებს, მაგრამ სინამდვილეში აუ მელა რა. ო, ფოქსი. დაუმუღამეთ, კაროჩი. არა, არაფერს ვერ დაუმუღამ. კიდე მინიშნება. ეს ცხოველი იმდენად გრანდიოზულია, რომ ხან მთვარეზე მიამაგრებენ ლაზერზე, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ტყეში ნადირობს. რა მთვარე და ლაზერი? გელი რა ვიცი. გელი ხო მთვარეზე. მთვარე და ლაზერი? ყმუილი და მთვარე რა ვიცი. გელი. დია ხო. ბანძი ლოგიკა. კარჩი ეს უთხარი რომ ყოველ მესამე ცხოველები აღარ მინდა და მინიშნება ყოველ მესამე შეკითხვის შემდეგ. ესე უნდა დაუმარცხო ყველაფერი. დებილია. ოია სწავლობს რა. გავიგე. ახალი წესები. ცხოველები აღარ იქნება. თქვენ სვამთ დიახ არა შეკითხოს მოდი. კი, სვამთ და გვინოს გაუთხარი. დაიწყე. აი, წავიდა სიტყვა უკვე დაფიქსირდა. ისე ადამიანია. ადამიანია გამოგონილი. დიახ, ადამიანია. ის ცოცხალია? ხო. რომ მომწყინდა ეს იგივე.
დიახ, ცოცხალია. ჯერ კიდევ ცოცხალია, ანუ განუჩე კაცია? ჭკვდება ანუ. დანძრეული აქ. ბავშვთან რატო იცახი ესეთ? დიახ, კაცია. გატეხილი მინიშნება. თუ ამას TikTok-ზე ვიდეოს გადაუღებინებთ, ალბათ უკვე ცეკვავს. ვიდრე ზოგი პროფესიონალი ქორეოგრაფი, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ ცნობილი ადამიანი. აი, ამ მინიშნებს უბრალოდ არაფერი არ მოიცავ. ალეკო ელისაშვილი. ალეკო ელისაშვილი? დიახ. არა, მაინც მე ვიცი შეჩება. სოფო ბედიას ქმარი, ეგ ცეკვავს ეს. ო, TikTok-ზე. დიახ, თქო რა. არა, სოფო ბედია ქმარი არ არის. მიდი, ხა შენ. შენ მინარიო ესე იგი? ცოცხალია ჯერ კიდევ ცოცხალია და კაცია, ხო? და უეჭველი ამერიკელი. აი, ამერიკელია. დიახ. ხო, ნუ მართლა ჯერ კიდევ ცოცხალი ამერიკელი. პოლიტიკოსია? პოლიტიკოსი უფრო ის არის, მოიცა, უფრო ფართო ის კითხე რა. არა. გატეხილი მინიშნება. თუ ამას ფილმში გადაიყვან, ალბათ სცენაზე შუქების ნაცვლად მხოლოდ ნიანგების ბურთებით იქნება განათება. კაკაძილში სინამდვილეში უბრალოდ ცნობილი მხატვარიაო. ცნობილი მხატვარი. სალვადორ ამერიკელი. ცოცხალი სალვადორ ამერიკელი. არ ცოცხალია და არც მიკითხოთ. სალვადორ ამერიკელი? არა, მოიცა. მხატვარია? არა, მხატვარი არა. მხატვარიაო შეჩემო. ნახდათ? კაი კითხია. ინდივიდუალია. კიდე მოვიდა მინიშნება. თუ ამას ქუჩაში შეხვდებით, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ეს ახალი ყვავილების მაღაზია გახსნეს, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ თავისი ნახატებითაა ცნობილი. და ცოცხალია. აუ არ ვიცი, მე ცოცხალი მხატვრები არ ვიცი. ბასკია? არა არის ცოცხალი. სწორია, ჟან მიშელ ბასკია. საღოლს. მეტი ცნობილი ეგეთი მოხოდილი მხატვარი არავინ არ ვიცი და ჟან მიშელ ბასკია. დებილია, თამაში აღარ მიგე. ხო, მოკლედ, გონი გავედით ბოლოში რა. დავამარცხეთ AI რას თავარია? 3-0 გაუყარეთ AI-ს. მოიცა, ვემშვიდობებით მამ ხალხს და მე წადი. მოდი. შენს დაიმშვიდობ. დავიმშვიდობ. მოიცა, უთხარი რომ გამოიწერა ნარხი? გამოიწერეთ ახი subscribe პაკა. პაკა. ორჯერ გაითიშა კამერა. ვერ გავიგეთ მიზეზი რატო მოხდა ესე. ტელეფონს ვაბრალებთ. ხო. საბოლოოდ. და საცობებს. საცობების ჟრალიც არის კი. ხო და რაღაცნაირად განწყობასაც მაგრა და ენძრა. გაიღლიანობაში და მოდი აქ მოვრჩეთ რა. ისახეები. ეს იყო ბუნკერი მეგობრებო. გიმშვიდობებით. და ამის შემდეგი ეპიზოდი ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ 10 ოქტომბერს საჭაშნიკეში არის ხინკლის დაბადების დღე. საჩუქარს შევარჩევთ ხინკლისთვის, იქ მივალთ და ბევრ საინტერესო სტუმართან ერთად შემდეგ ეპიზოდში დაგიბრუნდებით.